ეს ამ გოგოს ეს ელავი იყო და 7 წელი თუ ამისთვის გამუშავე, ეს ანგელოზივით არის და ერთი 7 წელი მაგისტრატს მოიმუშავა. 14 წელი, მაგრამ ამით არ დამთავრებული. კაი, 2 წელი ყავს ახლა, მაგრამ არაფერი არ აბადია. ოჯამაგრის კომბალი აქვს ერთი ხელში. ახლა სიმავი კიდე ეუნება. იმუშავე შენთან გასამჯეროსთვის. და კიდევ ამდენი წელი. და ბოლოს კიდევ ვცდილობ რომ შეუცვალოს. გასამჯერო. დაიყვანს მგელი, მოკლავს ბალვა თუ რაღაცა, ამას ეუბნება. შენ უნდა იზარალო. მე ხო არ ვიზარალე. მაგრამ ნახეთ, ამ ყველაფერში ამას უკვე ხდება იაკობი. ამ შემთხვევაში უკვე იაკობი ასწორებს რაღაცებს თავის ცხოვრებაში. მაგრამ მას ბოლომდის არ შეუძლია აღმოჩვრას უკვე დაწყებული მოსავალი თავის ცხოვრებიდან. დააგვირგვით ხალხი. შიში ცხოვრობს წლები. როცა მოგებული, გამდიდრებული, გამრავლებული, შვილებს შეძენილი ბრუნდება, იქ სადაც უნდა დაბრუნდეს აუცილებლად. ნახეთ როგორი შიშების ტანჯავს, ის რაღაც ფოკუზნიკობს. გადაარჩევს თავის ფარებს რამოდენიმე ნაწილად. ერთს იგაუშვებს, მეორე ხელში გადამალავს, მერე კი დააშორებს რამოდენიმე კილომეტრი ანგარიშობს, თუ ამას დაეცემა ჩემი ძმა ესავი, ეს ხომ მაინც დამრჩება. ნახე როგორ არასვენებს ასრულში დაშვებული შეცდომები. და ჩვენ კიდევ თანამედროვე თეოლოგია კი არა, თანამედროვე გაგება, რელიგია ეკლესიაშიც რამარტივია. და მოხდა რაღაცა შეუცოდავს. შეუცოდო მოვინანიებ, რა პრობლემა აქვს. მაგრამ ესავზე რა წერია მინდა ებრაელთა წერილში ნახოთ მე-12 თავში. იმის შემდეგ, რაც ესავმა, ასე აიგდო თავისი მემკვიდრეობა. იმის შემდეგ, რაც ესავმა, აიგდო ღმერთის სიტყვა. მემკვიდრეობა მოდი აქ და რაღაცა კურთხევაზე ნუ კი ვილაპარაკებთ. ეს იყო პირველ შემთხვევაში დასაფასებელი პირშოობა. და სულიერი გაგება პირშოობისა ძალიან ძლიერი იყო ებრაულ მენტალიტეტში. ის მარტო ქონებასთან არ იყო ასოცირებული. ის მამის კურთხევასთან იყო ასოცირებული. ის ღვთის კურთხევის მიღებასთან იყო ასოცირებული. ამიტომ მივიდა ის და ეხეცებოდა აღარ გახსო ჩემთვის კურთხევაო. და წერია რომ ის შემდეგში ცრემლებით ეძებდა, მაგრამ ვერ იყო მონანიების ადგილი. და მე ძალიან საინტერესო არის ხალხო, ებრაელთა წერილის შეფასება. ეს არის სულიწმინდის შეფასება. სულიწმინდის შეფასება. თუ რომ შეგა ჩვენ კათედრიდან ჩვენთან კათედრიდან ისმის ისეთი რაღაცები, რაც არც მეტი და არც ნაკლები შეიძლება პასტორის შეფასება იყოს, არც მეტი და არც ნაკლები შეიძლება პასტორის გაზომილი იყოს, შეიძლება ბევრი არ მოგწონებიათ მწყემსის ან კადაგების ნათქვამი, არ ყოფილა მოზომილი, არ ყოფილა მთლად კორექტული, იმიტომ რომ ადამიანია და შეიძლება შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეხლა რასაც წავიკითხავ, ეს სულიწმინდის შეფასება არის ხალხო. და ნახეთ ეს ისტორია. ებრაელთა მე-12 თავი, მე-5 მუხლი, გაფრთხილდით რომ რომელიმე თქვენგანს არ მოაკლდეს ღმერთის მადლი, რათა რომელიმე მწარე ფესვმა აღმოცენებისას ზიანი არ მოიტანოს და ამით ბევრი არ შეიბრძოს. მოდი ამაზე გავჩერდეთ სულ ერთი წუთი, დაუკვირდით, რა ფესვებზია აქ ლაპარაკი. წერია, ხილად იყავი, რომ ღმერთის მადლი არ მოგაკლდეს. და ეხლა მე გადაგითარგმნით ამ თანამედროვე ენაზე. დაუკვირდით, თუ მოგაკლდება ღმერთის მადლი, თუ გამოხვალ ღმერთის ნებიდან და ღმერთის მადლიდან, მაშინ რაღაც ფესვები, რომელიც ხეკი გადაჭერით ცოდვის ხი ბუნებისა შენ ცხოვრებაში შესაძლებელია, მაგრამ ფესვები ყოველთვის რჩება მიწის ქვეშ. შეიძლება ზოგიერთი ხის ფესვი ათეულობით წელი იყოს ცოცხალი. არ გინახეთ ასეთი რაღაცა? კი მოჭერი ხე, აღარც მოიყარა იმ ხემ, მაგრამ ფესვები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ სინესტეს და გაზრდის საშუალებას და პოტენციალს. ასევე არის ჩვენ ცხოვრებაში. თავარია არ მოგაკლდეს ღმერთის მადლი. თავარია არ გამოხვიდე ღვთის მადლიდან, თორემ აუცილებლად რაღაც ფესვი შენს ხასიათში, შენს ბუნებაში, შენს მიდრეკილებებში აუცილებლად შეეცემა გამოცენებას. აი ასე მოდის მონაწილე ჩვენ ცხოვრებაში. თავარია არ მოგაკლდეს ღმერთის მადლი. თანახეთ როგორი გაგრძელება აქვს ამას. რათა არ იყოს თქვენ შორის გარყვნილი ან უწმინდური როგორც ესა. ამ კაცის ისტორიიდან რამე იცით რომ გარყვნილი ან უწმინდური იყო? რა ჩაიგდო გარყვნილების ან უწმინდურების? გარყვნილებს ჩვენ ვეძახით, იცი, აი რა სექსუალური გამხსნელების ჩადიან. ხო ასეა. ეს მოსულიდროს რაბერა გაუგეთები. მაგრამ ნახეთ ღვთიური შეფასება როგორი არის. სულიწმინდის შეფასება არის მისაქციელზე ასე. გარყვნილი და უწმინდური. რომელმაც ერთი შეჭამადისთვის უარი თქვა პირშეობას. თქვენ ხომ იცით რომ ამის შემდეგ იგი მოკუდებული იყო, როცა ისუმა მემკვიდრეობით მიიღო კურთხევა, ვერ მონახა მონანიების ადგილი, თუმცა ცრემლები
ადამიანის აი ამ ორი პროტოტიპის მაგალითიდან გამომდინარე. მე ვთქვი, ჩვენ თუ უყურებად გავიგებთ ამას, მაშინ თავს ვიღებ შეთქმით, რომ სუპი საერთოდ არ მიყვარს ლოგიკისთვის, სუპისთვის როგორ ვიღებце უარს. მაგრამ მაგ ლაპარაკი არ არის. როცა ჩვენ ხორცის სასარგებლო არც მეტი და არც ნაკლები ხორცის ოღონდ ბუნებას ხორცი. თუნდაც ეს რაც არის ხორცი დაწერილი ახალში. ორიგინალურში ჩანს ქართული არის ხორცის. ბუნებაზე ხორცი ბუნებას. როცა ჩვენ ხორცის სასარგებლოდ იღებთ გადაწყვეტილებას ჭიშკრებაში. ნიშნულობა არ აქვს ამ შემთხვევაში რა პროცესებს თავი. ღებულ გადაწყვეტილებებს ხორცის სასარგებლოდ. როგორც ძალიან კარგად ვიცი რა არის ღვთისნება ამ შემთხვევაში და რა კარგად იცის რას ქვია ამ დროს სულიერი მოქმედება, მაგრამ სამწუხაროდ გადავთვალეს გადაწყვეტილებებს ვიღებთ ხორცის ხორცლივი ბუნების სასარგებლოდ. თანამედროვე ენაზე ამას ქვია ზუსტად ეს არის ზუსტად მოქმედება. მე აუცილებლად მომეთქვა თქვენთვის უჩინო ჩაგებული, იმიტომ რომ ჩვენ მოწოდებულები ვართ ვილაპარაკოთ ეს სიტყვა, არ ვილაპარაკოთ რაღაცა ზოგადად დიდება უფალს, ჰალელუია, მერტმა ვაგუთხოს, აგვაშენოს, აგვაზრიეროს, აი ჩვენ ასე რაღაცებზე ვილაპარაკოთ ზოგადად. იმიტომ რომ თუ დროში გავიდე და იმიტომ რომ კიდევ უფრო თუ დროს ვეძებდი მე ამეთ ამზადებ ჩვენ მანაკი ქონდა ხსიაზე მანაკი როცა ეკლესიაში ჩავედი ლიდერული მოვიწვიე შეფასება არ ვიყავ მოყოლია მანაკი მოვიდა და მე ვთქვი აღარ ვიჭორავებ ხოლმე მე ვთქვი მანაკი შევავასე ასეთი შკალი კარგი ცუდი და საშუალო შევავასე საშუალოს მაგრამ გეუბნები ლიდერებო მე ჩავდით ეს მანაკი მაგრამ საინტერესო თითქა იყო სანამ ამ გაცალებას ამაკეთებ არავის არ გაუწევია წინააღმდეგ მანამდე ლიდერები მანამდე აკეთებდნენ განცხადებას აზი აღარ წარმოვიყვანოთ ასეთები ის გიორგი აღარ წარმოვიყვანოთ ეს კაცო ეს ვიღაცა რო იყო ეს მათეთუ ვიღაც ეს აღარ წარმოვიყვანოთ მე სულ ვეუბნებოდი ხალხო ეკლესია რო იქნებით ეკლესია იქ შეკვეთებს მიცემთ ვიღაცებს განცხადებები რო წერია ხოლმე იმაში რო იცით ჟურნალებში ვეძებ საქმეს სუქნები დაბლები და მელოდები არ გამომეხმაუროთ ესე ეკლესიამ დაიწყოს ასეთი განცხადებების გაკეთება სუდის მეჩვეულებების ფიცხები და რაღაცები ნუ გამო ჩვენ ვიწევთ წმინდანებს ზურგის ქავილი რო დაიწყოთ ფრთების ამოტეხვა რო აღლია ცოტა იცი ლიდერები ის რას უშვებენ თავში იცი ძნელი არა იმასთან აბა ისთვის ხარ ბანაკში და ლიდერებმა ჩააგდეს ბანაკი მე ახლა ჩემი ლიდერებზე კი ავჭორავ მათთვის რომ კონდეს პირში ნათქვამი არ გეტყოდი ხარ თქვენ მე ვთქვა თქვენ ჩააგდეთ ეს ბანაკი თქვენ ხართ წამოსულობთ კი არ წამოსულობთ კი თქვენ წინასწარ უნდა მომზადებული ყავით ამისთვის ფსიქოლოგიურადაც თუ მოხავს უწმუნოები გახსნილი გაქვთ უწმუნოებისთვის კალერი ბანაკისა და გინდა რომ იქ ყველა ვერსები ისწავლოს მუხლით მოყვეს ხაზზე დადგეს ყველაფერში რეჟიმი დაემოტა ელემენტარული ჩეკისთვის არ იმზადებ ეს არ იქნება ხალხო მით უმეტეს ჩვენ ესეთი რაღაცა გვაქვს რეჟიმში ის ახალგაზრდები მათთან მე შეთანხმებით რომლებიც ისეთი დოზით დაიწყებენ რეჟიმის დაბლობას რაც ხელი შემშლელი იქნება სხვისთვის უპირობოდ უშუალოდ ბანაკი პრობლემა არა მაგრამ ამათ იცით თურმე ის დისკუსიის დროს უყურადღებოდ ზის თურმე ისე კითხვას უსვამს რაღაცა სხვანაირს და ბაზდებიან ლიდერები ვერ აგონიათ ეს როგორი სამუშაო არის იცი ეს არის ძალიან შრომატევადი ლიდერის მსახურება რთული ის როგორი ხერხს დაგისწრებენ თუ არ დაუსვიეთ ჯერ რას გაგაგონები იცი მე გამაგონა გიყიდეს ფული თქვენ ატუებ ვიღაცებს იქ და და ეხლა გაგიყვანდა გაგცხეთ ეს არის პასუხი ხან წერილი დამიგდეს ეკლესიაში რა იცით რამდენიმე ყოფილა საფუძველში ყოფნის დროს ერთ წერილი ვიპოვეთ ეკლესიის ეზოში რას უძებსი წერიაში აი ასე თქვენ ჩემი ღმერთის ხალხის ტანჯველებო
უცესი ასე, მისი ცოლი ასე. ჩემ ცოლზე ეწერა რომ თუ ვინმე არა გასო, თუ ვინმე მოიტანა, ეგრევე სახში მე არ ბენინებსო. არა და ჩემ სახში გუწველად ვიტყვი, ხო, იმდენი ეხლა მუდობა და ჩემთან გადიეხო ეკლესიის ხალხი. არ ჩამი ჩემი ბავშვები, ბევრს ვაკეთებ ხომ, ხო, სოფელი გვაქვს. შრომავი ყავს და რაღაცა და ის გულისხმობდა რომ თუ ვინმე რაღაცა მოიტანაო, თემალიო, ხუთი დღეს არ იმონია ჩემთან სახლში. ადამიანები არიან რომლებიც რაღაც განსხვავებული გულდაჭრილები და ახლა როგორი ერთი ვიღაცა ელექტრიკა და ის რაც ვიზა მეორე ხალხო შემოწმებული მაგიგრე თავს. ჩვენ მოგვიწევს ასეთი კრიტიკის მე. ადვილი არ არის, მეტყინა, მეცხინა. არ არის ადვილი, მაგრამ უნდა იპოვო ძალიან საკუთარ თავში. ეს არის მსახურება, ეს არის ლიდერობა. თუ იესოზე ეხლა მაგალითად გელაპარაკებოდი, მან გობს მაგალითად. მას დასცინოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, უსტუენდნენ, აფუჭებდნენ და ჯვარზე როცა იყო ეს დასცინოდნენ, აი, ხო კარგად დამთავრე. თუ უნდა გაბრაზებული იყო, ის უნდა გაბრაზებული. თუ უარი უნდა ეთქვა და ეთქვა, რომ მეშლება მე მგონი ამ ხალხის ამას რო ვაკეთებ, მას უნდა ეთქვა. მაგრამ ჩვენ სხვა მენტალიტეტი უნდა გქონდეს როგორც ქრისტიანულ წესს. ხედავთ? ასე ადვილად აღარ გაბრაზდები ჩემში. ასე მარტივად აღარ იყო რაღაცაზე უვას. და შეწყვიტა მე დავუკვირდა რომანობაში ყოფნის. როცა ვიღაც ამბობს ასოფუჭე, უგრი აფუჭე. ეს არის რომანობაში. როცა საფერის ხმაზე ყოფში აგრი უგრი აფუჭე. როცა ის საფერი რომელიც ისმის ეკლესიაში მოწოდება, სახურებისკენ მოწოდება. საკათალიკოსო რომ წახვიდე. უცმონოს რომ დაუმოწმე. სინდარების საჭიროების შემოგაწევა მიიღო. საკუთარი თავი რომ მოაწესრიგო. სულიერად რომ იზრდებოდე. სწავლობდე, იჭურვებოდე. ეკლესიის ერთობას უთხილდებოდე. ყოველგვარ ჭორს, ყოველგვარ კიბოს ხელს უშლიდე ეკლესიაში გავრცელებისთვის. ხვრელს ხედავლებელში სორს ნახულობდე და იმ ხვრელს ავსებდე. თუ ამას არ აკეთებ, საშიშ მეიგავ რომანობაში. საშიშ მეიგავ რომანობაში. და თხილად იყავი და მეგრის მანდე არ მოვა. ძალიან თხილი. მე არ მინდა ჩემი გადაგება დავასრულო. და გთხოვთ. მეც ახლა დავთქვი, მე აღარ მოსულვა რომ აგამძიმოთ, ვალიდაგადოთ. ჩვენ გვჭირდება ვაფხიზლებდნენ ხშირად. არ გვჭირდება ვიღაცა სიკვდიდან ქცევას. ხშირად ზოგიერთი მშობელი, რელიგიური მშობელი ცუდად იქცევა და მეც მოქცეულ ვარ ასე. ბავშვებს ღმერთით ვაშინებთ. ღმერთი ასე გიზავს, ღმერთი ასე დაგსჯის და მარტო ეს არის ჩვენი იარაღი. ეს კი უნდა ვილაპარაკოთ ასე, მაგრამ მარტო ამ იარაღით ვატყობ. ღმერთი ჯოჯოხეთში ჩაგავდეთ, დაიწვევი და რა გეშველება მე შესაცხადი. არ არის სწორი ღმერთით დავაშინოთ თავები. არ არის სწორი. ჩემი აზრით ჯობია ღვთის სიყვარული, მისი უზარმაზარი მსხვერპლი, მისი უზარმაზარი გადახდილი ფასით, მისი წმინდა სისხლით მოვიყვანოთ ისინი, როგორც იტყვიან აღთოვანებაში. ეს გავაგებინოთ, ეს ჩაუნებოთ. და ამასთან ერთად ბუნებრივია ღვთის შიში. ღვთის შიში. როგორ კი შეიძლება რაღაცა, მაგალითად ამერიკაში, ევროპაში. ბავშვებს ვეღარ სჯიან საერთოდ. დაივიწყეთ სკოლაში ბავშვებს ვეღარ სჯიან. არ ვიცი თქვენ შეხვედრია თუ არა, მაგრამ მამა შეინოყვებოდა. ერთი მასწავლებელი ყავდა, სტიმით დააბნევდა ამ სოიუს და მუხლებით გვაყენებდა. ახლა როცა იცი რომ მუხლებით მოგიწევს სოიუზით გომა რამოდენიმე საათის განმავლობაში. მეგონი ძალიან ხილად იქნება, ხო? და მუშაობა. მე მახსოვს მასწავლებლების აი აკერბანდერში იწკნა ყურის აწევა. ერთი პედაგოგი ყავდა, ესე ჩემი ნათესავი იყო, მე არ გაულახი ვარ მარტო კლასში. კაცი ამხელა ქონა თორები. გოგო და ბიჭი არ იცოდა, რო დასწრება, სუნფერი ადიოდა. აი ნიკა არაბიძეს რო აქვს, მე რაღაცას რო ესწამდა, რო ჩეჩებდა, ეგრე უტყავდა გოგოებს რა. გულწრფელად რეუნებით ამას და როგორი იმის გაკვეთილზე იყო ჩქ. მართლა ბუსის გაფრენას გაიგონებდა. პედაგოგი, გაეთამოდა ხალხი. ორი ყანა წესრიგში უფროს კლასელებიო, ამას ქვია კაციო და
იმას კი არავინ არ ფიქრობდა რა არაეთიკური საქციელი იყო, გოგონებს რომ ახელატორებს ბეჭებში უგაგუნება და თვერს აგიებს. დღეს ხალხო ნახეთ, ოჯახებში ვერ ჯია, თუ დასავლეთში შენს ოჯახში მეზობელი შენი ოჯახიდან გაიგონეს მამაღალ ყვირიც ბავშვის მისამართი. დიდი ალბათობა არის პოლიციას დაუწყდეს და სასამართლოში მოგიწევს მართლება რატომ ეფეროდი შენ შვილს. იქ ლაპარაკი უკვე ზედმეტ იმაზე, რაც თუ ეკლესიაში არ მოდიხარ შესაძლებელი და რაც უნდა გამოწვი. ლაპარაკი ზედმეტია ამაზე ხალხო. იმან შეიძლება თავის სახში მეგობარი როგორ მოიყვანოს, მეგობარი ვიჩი მოიყვანოს და შენს რეაქციაზე შენ ვაფრინოს. შეიძლება სასამართლოში მოგიწევს სიარული. სკოლებში საერთოდ აბსოლუტურად არანაირი სხვადასხვა ის ერთი მხრივ ეს აქვეა პოლიცია რო შეიყვანოს სკოლებში რაც მანდატურების სამსახური. იცით მე ვიცნობ პედაგოგებს რომლებიც ამბობენ რომ განკონტროლებულები არიან უკვე. ერთი რაღაცა უთქვან იმას რა ქვია მოსწავლეს. მასალები. კიდევ მეორე არ ვარ მომხრე ცემატლების და ვაგაბულის. მაგრამ ეს მეტის მეტი როცა მშობელს უფლება არ აქვს დასაჯოს. რომ ბიბლიაში წერია ბიბლიაში წერია მე ამბობს არ ვიყენებ რომ ესე მარტივად ისაო საფრთხის წემე შენ შვილს მოგეშინი არ მოგდებაო ბევრი ვინც ამ გზას მიდევდა ამას იშველიებდნენ ხოლმე მაგრამ მე იმ კატეგორიას არ ვეკუთვნი რომ სახლი და ციხლებით ცემაზე გადავიდე იმიტომ რომ ბიბლია გვეუბნება ამას მაგრამ დაჟჭაზე ლაბარაკი არის ბიბლიაში საჭიროა კი ცდების გამოყენებაზეც როცა იმას აქში არის შვილი როცა შეიძლება ამ გზით რაღაცა გააგებინო და მიახვედრო და მიაღეს. ასე რომ ეს პროცესი არის აღგზისა და თუ ამ გზას მიმართავ და მე ხარ გაშინებ ბუნებრივია და არ ვიიქცენ იმედია გესი რომ აუცილებლად და იმედი მაქვს რომ ერთი მოგცემ გაგებას და მე მაქვს იმედი რომ ერთი მოგცემ გაგებას ამინ ისარიდან დასწავლა ეხლა უნდა ვეზია უნდა ვეზიაროთ მე გუნდი მომიდეს ამ ზონაში აღარ შეუდგები ახლა დიდ სწავლებას ამასთან დაკავშირებით შეხსენებით შეგახსენებთ რომ ეს არის მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული მსახურება რასაც ჩვენ ასეთი ტრანსპარენტულად ვაკეთებთ სიმბოლურად ვაკეთებთ ეკლესიაში მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული მათ შორის პროტესტანტული ეკლესიებისთვის მათ შორის სულიწმიτη სავსე ეკლესიებისთვის იმიტომ რომ იესო ქრისტეს სიკვდილი მისი აღდგომა არის საკმანძო საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ყველა საკითხს შორის ამენ იესოს სიკვდილი და მისი აღდგომა არის ყველაზე საკმანძო საკითხი საკითხთა შორის არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საკითხი იესო რომ არ მომკვდარიყო და იესო რომ მკვდრებით არ აღმდგარიყო არც ერთ ჩვენთანაც არ ქონდა ხსნა ჩვენ ყველანი ვიყავით დაკარგულები და მთელი კაცობრიობა იყო დაკარგული ასე რომ დღეს ჩვენ რომ ვართ ღვთისმშობლები ჩვენ რომ გავაჩნია იმედი ჩვენ რომ ვიბრძვით ზოგჯერ ვეცემით ზოგჯერ სუსტები ვართ მაგრამ მაინც იმედი რომ გვაქვს მერტის იმედი ეს ყველაფერი არის დაფუძნებული სწორედ იესო ქრისტეს სიკვდილზე და აღდგომაზე ამიტომ ჩვენ ეკლესიას გვაქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა ხშირად ვიკრიბებოდეთ და ვიხსენებდეთ იესო ქრისტეს სიკვდილს აი ამ სიმბოლოებს ვეხებოდეთ ამ სიმბოლოებს და ვღებულობდეთ ამ სიმბოლოებს რა თქმა უნდა რწმენით მხოლოდ და მხოლოდ არა ტრანსპარენტულად რომ იესო ქრისტე ერთ დროს როგორც ეს პური არის დამსხვრეული ასე იყო მისი სხეული დამსხვრეული იესო ქრისტე ერთ დღეს როგორც ეს სისხლითერი ღვინო ხასმისი ეხლა არის სავსე მისი სისხლი ასე იყო დაღვრის და მან გვითხრა რა ყველაფერი გაკეთდა ჩვენთვის და ჩვენ მივიღებთ იმ შედეგებს რაც მისმა ჯვარცმა მოიტანა რაც მისმა სისხლის დაბრა მოიტანა ჩვენ ცხოვრებაში მოვა მოვიმკით ამ შედეგებს თუკი ჩვენ ვიცხოვრებთ რწმენით ძვირფასად თუკი ამ ყველაფერს მივიღებთ რწმენით თუკი ვაღიარებთ რომ ჩვენ გვჭირდება ღმერთის წყალო ჩვენ გვჭირდება ღმერთის მადლი ყოველ წამს ყოველ წუთს ყოველ დღე ყოველ კვირა ყოველ წელი ამენ
გაგიდება იესო. მოდი ვილოცო. მოდი ატიება მხოლოდ მე ვიბაზე. თუნდაც ლევანდელი სიტყვის კონზე. არა მხოლოდ ერთმანეთთან არსებული პრობლემების გამო. არა მხოლოდ მეზობელთან არსებული პრობლემის გამო. არა მხოლოდ რაღაცა ცოდვაში ჩავარდის გამო, არა მხოლოდ ამის გამო, არამედ იმის გამო, რომ ღმერთს არ ვემსახურებ. იმის გამო, რომ სასუფევლისთვის არ ვმუშაობ. იმის გამო, რომ ჩვენს ენერგიას, ჩვენს დროს, ჩვენს ფინანსებს არ ვამუშავებთ სასუფევლისთვის. ჩვენ პატიება უნდა ვხოვოთ ღმერთს ამის გამო, ვიფასებ. დამიჯერე, მე წაგიწობით ამ როცვაში. და იყავი გახსნი, იყავი პატიოსანი. გაასწორე შენი გზა უფლის წინაშე. პატიება თხოვე უფალს. რომ ღმერთო, რიგი მიზეზების გამო არ გემსახურებოდი. რიგი მიზეზების გამო სასუფევლისთვის არაფერს არ ვაკეთებდი. და მე ამას ვინანიებ ახლა იესო ქრისტეს სახელით. ვინანიებ იესოს სახელით. არ აქვს მნიშვნელობა შენი ოჯახური დაკავებულობის გამო იყო, შენი ბიზნესის გამო იყო. არ აქვს მნიშვნელობა რომ შენ როგორ ამართლებ ახლა ამ შენს ქცევას. თავარია ღმერთი რას ფიქრობს. თავარია ღმერთი როგორ უყურებს ამ ყველაფერს. და თავარია სამშაბათზე როგორ იქნება ეს საკითხი. მაგრამ დღესვე შეეცადე გასწორებას. დღესვე შეეცადე შეიცვალო. ცვლილებები მძიმეული არის. სიმართლის აღიარება მძიმეული არის. მაგრამ ჯობია სიმართლე აღიარო. ჯობია ღმერთის სიტყვა აღიარო. ჯობია მას დაეთანხმო. ჯობია ის მიიღო. ჯობია მის სინათლეში აღმოაჩინო შენი შავი ლაქები. ვიდრე დალაქავებულმა იცხოვრო. დალაქავებულმა იარო. ჯობია ღვთის სიტყვის სინათლეში. დამორჩილდე, რომ სულიერი ოპერაცია ჩაგიტარო. კივნეული ოპერაცია. ჯობია ის კივნეული კბილი ამოგარიდო, ამოგასალო. ჯობია ის გარკვეული ორგანო. ოპერაცია ჩაუტარდეს მას, ეს კივნეული არის. რეაბილიტაციის პროცესი დაკუსასიებულმა, მაგრამ ჯობია ვიფასებო. ჯობია როგორც ერია, ცალი ხელი, ცალი თვალით შეხვიდეს სასუფეველში, ვიდრე ორი თვალით ორი ხელი და საყიელო ჯოხეთში. დაენახოთ ღვთის სიტყვა, რომ ის მართალია, რომ ის არქუა, რომ ის ადეკვატურია, რომ ის უჯობესია, რომ ის უკეთესია. მადლობას გიხდით შენს ვიფასებო. მადლობას გიხდით იესო. შენი უნიკალური მსხვერპლისთვის. შენი წმინდა სიცილისთვის და მსხვერპლადელებული სიცოცხლისთვის. ქებადიდება შენ. ქებადიდება რომ შენი ნები ასე, შენ გადაწყვეტი ასე. რომ შენ შეგვირიგე შენი სისხლი. რომ შენ გვაპატიე და გამოგვისყიდე შენი სისხლი. რომ შენი სიკვდილით გადაიხადე ფასი. მიეცი შენ ხალხს ამის გაგება. მიეცი შენ ხალხს ამის ჩაწვდომა. რომ აფასებდნენ უკავო შენს მას. აძლიერდნენ ყოველთვის შენს წინაშე. რომ იქ შენი წყალობის და მადლის ტახტის წინაშე ბუდა. შენი მადლის იმედზე, შენი წყალობის იმედზე. და დღესაც უკავო შენი მადლის. გავწმინდე, ვაპატიე, აგვაშენე, აგზარდე, შევცვალე, დაგვეხმარე. ვიბრძოლოთ ბოლომდე. ავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში. იესოს სახელით. იესოს სახელით. და მთელი ეკლესია მგვას. ამენ. That
ეხება იესოს. ეს არის ხო შეცდომა.